მათ შორისაც კი ვინც ამბობს, მე შევხვდი ღმერთს, მე ვიცნობ ღმერთს, მამას და ღმერთს დედას და მე ვიპოვე ჭეშმარიტება. როგორც ჩანს, ბევრი წევრი მაინც არის, ვინც საქმეებით რწმენის დონის მიღწევას ვერ ახერხებს. ცათა სასუფეველში შესვლა ძალიან ადვილია. ჩვენ მხოლოდ რწმენა გვჭირდება. თუ რწმენა გვექნება, ჩვენი საქმეები ავტომატურად გამოვლინდება. თუმცა თუ საქმეები არ გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ რწმენა არ გვაქვს. ჩვენ უბრალოდ ვერ ვხვდებით ამას. თუ რწმენა გვექნება, ჩვენი საქმეებიც ავტომატურად მოხვება. რადგან ვერ ვაცნობიერებთ, რომ რწმენა გვაკლია და ეჭვს ეპარება. გამუდმებით ვფიქრობთ, რატომ შემიძლია მხოლოდ ამდენი რამის მიღწევა, როცა სრული რწმენა მაქვს. მოდით, გადავიდეთ იოანეს სახარების მე-6 თავს. ვნახოთ 63 მუხლი. სული ცხოველმყოფელია, ხოლო ხორცი უსარგებლო. სიტყვები, რომლებიც გითხარით. რა არიან ისინი? სული და სიცოცხლეა. ყველა სიტყვა, რომელიც იესომ წარმოთქვა, როდესაც მოვიდა, ჩვენს გადასარჩენად იყო მოცემული. მისი სიტყვები არასდროს აყენებს ზიანს ჩვენს სულს და არც ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩაგდების საფრთხეში გვაგდებს. ეს უნდა დავიჯეროთ. სოციალური ცხოვრებისას ჩვენ ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს ვაყალიბებთ და ვფიქრობთ, ის არანაირად არ არის ცუდი ადამიანი. ან თუ მასთან პარტნიორობას შევალ, ის მხოლოდ იმას გააკეთებს, რაც ჩემთვის სასარგებლოა და არანაირ ზიანს არ მომაყენებს. ანალოგიურად, როდესაც ღმერთის მტკიცე რწმენა გვაქვს, ჩვენი საქმეებიც ბუნებრივად მოყვება. ღვთის სიტყვის პრაქტიკაში გამოყენებაში, ჩვენი უნარობა იმიტომ ვლინდება, რომ ჩვენს რწმენას რაღაც აკლია. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რაც გვაკლია, ჩვენი რწმენის ნაკლებობისგან მომდინარეობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხორბალი ჯერ არ დამწიფებულა. ჩვენ უნდა გავხდეთ ერთგული მარცვლეული ღვთის წინაშე. გვქონდეს რწმენა, რომელიც სათნოა ღვთისთვის და მივხვდეთ კრავს, სადაც უნდა წავიდეს. ჩვენ სიონში მოვედით და ახლა კრავთან ვართ. ჩვენ ასევე ვიცავთ ღვთის მცნებებს. ძალიან გულდასაწყვეტი იქნება, თუ კრავს ვერ მივყვებით, სადაც არ უნდა წავიდეს. რადგან როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმეთა გარეშე. გვწამდეს საქმეების, რათა შევძლოთ საკუთარი თავისთვის იმის გახსენება, რომ უნდა ვიფიქროთ, რა არის ის, რაც ღმერთს სიამოვნებს, და ეს ყველაფერი პრაქტიკაში ერთმანეთის მიყოლებით ავასრულოთ. ამით მინდა ქადაგება დავასრულო. დიდი მადლობა.